ჩაის გზა გურიიდან საფრანგეთამდე. საფრანგეთიდან კი მთელ მსოფლიოში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გურიაში, სოფელ ნაგომარში, სადაც 2016 წელს მე და ნიკამ დავიწყეთ ქართული ჩაის რეაბილიტაცია. გრინგოლდმა მოახერხა 3 წლის მანძილზე 30 ჰექტარამდე ჩაის აღდგენა, ფორმირება და 2020 წელს პირველად გაიხსნა ქართული საწარმო, სადაც გადამუშავდა ქართული მწვანე და შავი ჩაი. სწორედ ამ წელს ფრანგულმა კომპანიამ პალედეტემ აღმოაჩინა ჩვენი პროდუქცია და მწვანე ჩაი წავიდა პირველად საფრანგეთში ექსპორტზე. მე თვითონ დავიბადე გურიაში. როგორც იტყვიან ერთი ლექსები რომაა და სიმღერა რო არის, რომ ვაზის ძირში დარწეულო აკვანო, ისე იყო ჩემი აკვანი დარწეული ჩაის ძირში. დედაჩემი კოლმეურნე ქალი იყო, თავიდან ჩაის მკრეფავი იყო, როცა მე გავჩნდი, უკვე პატარა რო ვიყავი და აკვანში ვიწექი, აკვნიანა მივყავდი ჩაის პლანტაციაში და იქანე ხის ძირში ურწევდა აკვანს. როცა წამოვიზარდეთ, ჩვენ ბავშვებსაც ჩვენი გეგმა ჰქონდა სკოლიდან რომ მოვიდოდით, უნდა მოგვეკრიფა ჩაი, გარკვეული რაოდენობა ისე სათამაშოდ არ გაგვიშვებდნენ. გაგვეთლებს რომ ვისწავლდით მერე. მე 5 წელია ვკრებთ. ვიწყებთ დილით 9 საათიდან გამოვდივართ ოჯახიდან, ვიწყებთ ფათოფში მუშაობას, კრეფავ ჩვენი 28 ქალბატონი. დღეში ვკრებთ 25 კილოს, 20 კილოს გააჩნია ხარისხს და როგორ ჩაის მოსავალსაც. ჩვენ ვართ ახლა გრინგოლდის საწარმოში, კრეფის პროცესი იწყება აპრილის ბოლოდან, რომელიც გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. გააჩნია ამიდები როგორ შეგვიწყობს ხელს. შუადღის ფოთოლი უკვე ჩამოვიდა ჩვენ საწარმოში და რამოდენიმე სახეობის ჩაის წარმოებას გვეგმავთ. ეს არის 2 სახეობის ულუნი, ასევე მწვანე ჩაი. როცა ვიწყებთ ტექნოლოგიურ პროცესს, ვაკონტროლებთ ფარდობით ტენიანობას, ასევე ტემპერატურას. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ როდესაც ფოთოლი ჩამოვა ჩვენ საწარმოში, იქ უკვე ტექნოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი ჩაი დამზადდეს და რა ტექნოლოგიური პროცესები განიცადოს. ფარდობითი ტენიანობა, შრობის პროცესი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე უმთავრესია თუ როგორ ვინახავთ ამ ჩაის, რომ ყველა არომატი, რაც გააჩნია, შენარჩუნებული იყოს და უფრო და უფრო წინაპლანზე წამოიწიოს მისი გემური თვისებები. ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია ფრანგული ბრენდი პალედეტე, სადაც უკვე გაგზავნილია 25 სახეობის ჩაი, მიმდინარეობს დეგუსტაცია. ისინი გვიზიარებენ მათ გამოცდილებას და მათი გამოცდილებასთან ერთად ჩვენი ექსპერიმენტების გაგრძელებით ვღებულობთ იმ პროდუქტებს, რომელიც არის განსხვავებული.